12 ივლისს ორგანიზაციის ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის 15 წელი შესრულდა, რის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში საიუბილეო ფორუმი გაიმართა. ფორუმს დაესწრო საზოგადოების ფართო წარმომადგენლობა, სადაც საზოგადოება ერსუს გუნდმა მათ წინაშე წარმოაჩინა მრავალმხრივი გეგმები. კულტურის, სოფლის მეურნეობის, ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური და რეგიონალური განვითარების, ახალგაზრდობის ჩართულობის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. ფორუმი გახსნა საზოგადოება ერსუს თავმჯდომარემ ბატონმა დავით გალეგაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ღირსშესანიშნავი ადამიანების ერთმანეთის ნდობით, უზარმაზარი შრომით, პასუხისმგებლობითა და ავტორიტეტით დაფუძნებული და დღემდე მოყვანილი ეს ორგანიზაცია, მიუხედავად ამ ხნის განმავლობაში განსაკუთრებული საქმიანობისა, დღეიდან იწყებს ახალი ნაბიჯებით მოღვაწეობას და ყველას თავაზობს თანამშრომლობას. დამსწრე საზოგადოების წინაშე ორგანიზაციამ გამოიტანა 5 მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა შესახებ პრეზენტაცია ერსუს გუნდის წევრებმა ტრიბუნასთან წარმოადგინეს. საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ კულტურის მიმართულებით ქალბატონმა ნანა ფალიანმა ფორუმის სტუმრებს გააცნო ორგანიზაციის მიერ განხორციელებადი პროექტი სახელწოდებით ქართული პოლიფონიის საყოველთაო ციფრული თვითმასწავლებელი, რომელიც ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით. ეს პროექტი წარმოადგენს ქართულ-ინგლისურენოვან ინტერნეტ ვებ პროგრამას, რომელიც მსოფლიოს ფართო აუდიტორიას აუდიოვიზუალური გამოსახულებით სრულყოფილად შეასწავლის ქართული ტრადიციული პოლიფონიის მაღალ მხატვრულ ნიმუშებს. საქართველოს ყველა კუთხიდან არჩეულია და იქმნება თითო მრავალხმიანი სიმღერა. ეს იქნება უნიკალური ანთოლოგია, რომელთა შორის ქართველური ენებისა და კულტურის წარმოჩენის მიზნით თვითმასწავლებელში შევა კახური, ქართლური, მესხური, რაჭული, იმერული, მეგრული, გურული, ლეჩხუმური, სვანური, აფხაზური და ლაზური მრავალხმიანობის ნიმუშები. მიმდინარე პროექტი დასრულდება ოქტომბრის თვეში და საქართველოს და მსოფლიო საზოგადოებას ინტერნეტ სივრცეში წარედგინება საქართველოს კუთხეების მიხედვით ყველა ჟანრის მაღალი ხარისხის ქართული მრავალხმიანი სიმღერების პირველი კრებული. აღნიშნული პროექტი მისი პერსპექტიული უნარებითა და შესაძლებლობების დიაპაზონით შესაძლოა იავნანამ რა ქმნას მსგავსად იმოქმედოს ქართველი ემიგრაციის შთამომავლობაში და დიდი წვლილი შეიტანოს მათთვის ქართული მენტალობის შენარჩუნებაში. ასევე სკოლებში ამ პროექტის სასკოლო დისციპლინად დანერგვის შემთხვევაში იგი მოსწავლეებს დაახელონებს ქართული სიმღერების და ხმების აღქმას შემეცნება შესრულებაში. პროექტის დასრულების შემდეგ ორგანიზაცია ერსუ გეგმავს მომზადებული საიტის ფართომასშტაბიან პრეზენტაციას და ახალი პროექტის სახით სახელმწიფოს დარგობრივ უწყებებზე შეთავაზებას. შექმნილი პოლიფონიური ვებგვერდი geopolyphony.com შემოქმედებითად მოემსახურება როგორც საქართველოს ლოტბარებს მრავალხმიანი სიმღერების გუნდურ მეცადინეობებში და ეკლესიის მგალობლებს საგალობლების ათვისება და ხელოვნებაში, ასევე საქართველოს შეყვარებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქართული პოლიფონიის შემეცნებაში. შემდეგ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე რეგიონალურ საკითხებში ქალბატონი სოფიო ფალიანი, რომელმაც რეგიონალური განვითარების მიმართულებით ორგანიზაციის ხედვებთან ერთად პრეზენტაცია გაუკეთა საზოგადოება ერსუს ახალ ვებგვერდს ersu.gis. ეს საიტი იძლევა უნიკალურ საშუალებას ციფრული კონიუნქტურით მსოფლიო ისტორიაში პირველად ჩამოყალიბდეს ქვევიდან ზევით მიმდინარე ორგანიზაციული სტრუქტურა. საიტის სისტემის მეშვეობით ციფრულად იქმნება შიდა ორგანიზაციული, რაიონული, დარგობრივი თუ საყოველთაო ფარული გამოკითხვების, ინტერაქტივების, ელექტრონული პლებისციტისა და ვებგვერდზე ყველა დონის არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, რომლის შედეგები გადაიქცევა შესაბამის სამართლებრივ პროცესუალურ რეაგირებად შესაბამისი ადრესატების მისამართით. საიტზე საჯაროდ გამოქვეყნდება ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის და მიმდინარე პროექტების შესახებ. მრავალ სხვა ფუნქციებთან ერთად დამსაქმებლებისათვის იქმნება პროფესიონალთა ბანკი, სადაც წევრებს შეუძლიათ პროფესიების მიხედვით ატვირთონ ინფორმაცია საკუთარი სამუშაო გამოცდილების შესახებ, რაც დამსაქმებლის სამოქმედო პოლიგონად იქცევა. ინტერნეტ პლატფორმა გააძლიერებს საზოგადოებისა და ხელისუფლების ურთიერთკავშირს და ხელს შეუწყობს ქვეყნისა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას.
საიტზე საქართველოს ყველა რაიონის მიხედვით ვირტუალურად ყალიბდება ერთსულოვნების რაიონული საზოგადოებრივი დარბაზები, რომლის წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქე. დარბაზებს ენიჭებათ შესაძლებლობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად განახორციელონ საზოგადოებრივი აქტივობები, მათ შორის შეხვედრები, საჯარო განხილვები, მედია აქტივობები და სხვა ინიციატივები. ყველა წევრს გარკვეული წესის დაცვით უფლება ენიჭება დააყენოს საკითხი ინტერაქტივზე. დარბაზის ყველა წევრის მონაწილეობა მიმდინარე ინტერაქტივებში ფარულია და აისახება მხოლოდ რაოდენობრივი შედეგობრივი მაჩვენებლებით. პლატფორმის დანიშნულებაა სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის ეფექტიანი მედიაციის უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი საჭიროებების მოლოდინებისა და ინიციატივების სისტემურ გამოვლენას და შესაბამის ინსტრუმენტებამდე მიტანას. ამავდროულად საიტი ორიენტირებულია პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში. ფაქტიურად ვებგვერდი ხელს შეუწყობს ახალი საზოგადოებრივი მოღვაწის დაბადების მცდელობას. პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი მისიაა საზოგადოების მომწიფება ახალი გლობალური ეპოქის გამოწვევებისათვის. რადგანაც სახელმწიფოს განვითარება იწყება რეგიონების განვითარებით, ხოლო რეგიონების განვითარება ძლიერი სოფლების არსებობით, ორგანიზაციამ დაისახა მისია ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ტექნოლოგიური მიმართულებების ინტეგრირება ერთიანი განვითარების ციფრულ მოდელში მოაქციოს, რომელიც დაეფუძნება ადგილობრივი რესურსებს, ადამიანურ კაპიტალსა და თანამედროვე შესაძლებლობებს. თანამედროვე სამყაროში მიმდინარე სწრაფი ტექნოლოგიური, ეკონომიკური თუ კულტურული ცვლილების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, თვითორგანიზების უნარის განვითარება და გადაწყვეტილებების მიღების კულტურის ჩამოყალიბება. ამ პროცესში საკვანძო ელემენტს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება, ეროვნული იდენტობის განმტკიცება და ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობის გააზრებული ინტეგრირება თანამედროვე განვითარების პროცესებში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა უდავოა ისიც, რომ საზოგადოების პროგრესი მიიღწევა მოქალაქეთა ერთსულოვანი თანამშრომლობით, პასუხისმგებლობის გაზიარებითა და საერთო ეროვნული მიზნების გარშემო გაერთიანებით, რაც ქმნის საფუძველს მდგრადი განვითარებისათვის, ძლიერი სახელმწიფოებრიობისა და მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის. ამდენად ჩვენი ორგანიზაციის მიერ დღეს თქვენს წინაშე წარმოდგენილია ციფრული პლატფორმა ვებგვერდის სახით და ამავე ორგანიზაციის რეგიონული განვითარების კონცეფცია რაიონული ერთსულოვნების დარბაზებისა და თანამედროვე ციფრული სოფლის სახით, რომლის შესაძლებლობები და ანოტაცია ფართოდ არის განხილული ჩვენი ორგანიზაციის ბროშურაში. ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ჩვენ გსურს ახალი ინიციატივა გამოვიტანოთ საერთო მოხმარების არეალზე და სხვა ორგანიზაციებსაც მოგიწევთ საკუთარი რესურსებით თანამონაწილეობისაგან, რათა ერთხელ და სამუდამოდ საქართველო გაერთიანდეს, შეიქმნას ყველასთვის ერთსულოვანი შესაძლებლობები და განზომილება. ჩვენ უნდა გავხდეთ ახალი მოქალაქეობრივი მოძრაობის ნაწილი, რადგან ქვეყნის მომავალი იქნება მაშინ, როდესაც მოქალაქეები არა მხოლოდ აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს, არამედ თავადაც მონაწილეობენ მათ შექმნაში. შემდეგი თემა ფორუმზე წარმოადგინა თავად ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბატონმა დავით გალეგაშვილმა და საზოგადოებას მოახსენა ქართული სოფლის გაძლიერების, შესაბამისად სოფლის მეურნეობისა და ზოგადად ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი მოქმედებათა განხორციელების მიმართულებით ორგანიზაციის ხედვები. სოფელს უნდა მიენიჭოს სამართლებრივი სტატუსი, აღსადგენია სოფლის მართვის არჩევითი ორგანო სოფლის საბჭო, რეალური დემოკრატიის საფუძველი. სოფელს როგორც იურიდიულ პირს უნდა დაუბრუნდეს ქონების ფლობის და უადო სარგებლობის უფლება. სახელმწიფო ქონების სტატუსის შენარჩუნებით ინვენტარიზებული სახელმწიფო მიწა, სახნავ სათესი, სათიბი, საძოვარი ტყე და სხვა მუდმივ მფლობელებასა და სარგებლობაში უნდა გადაეცეს იურიდიულ პირს სოფელს. მიწა არ შეიძლება უაზროდ, ირაციონალურად და უსისტემოდ გაიფლანგოს ისე როგორც ეს დღეს ხდება ჩვენთაგანის თვალწინ. იჯარიდან მიღებული შემოსავალი სოფლის საბჭოს გადაწყვეტილებით უნდა მიემართოს სოფლის საჭიროებებზე კანონმდებლობით დადგენილი მიზნებისათვის. სწორედ ასე არის შესაძლებელი ხალხის მართვის დემოკრატიული ინსტრუმენტების ჩამოყალიბება პრინციპით ქვემოდან ზემოთ, სოფლის საბჭოდან პარლამენტამდე. ერსუს თავმჯდომარის აზრით, მოსაწესრიგებელია საქართველოში წარმოებული პროდუქციის გასაღების ბაზრებით უზრუნველყოფის საკითხი.
პირველ რიგში იგულისხმება შიდა ბაზრის დაცვის ღონისძიებების გატარება. ასამოქმედებელია ანტიდემპინგური, ანტისუბსიდიური და ბაზრის დაცვის კანონები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის WTO-ს მოქმედი წესების შესაბამისად. ინდუსტრიული ეკონომიკის საფუძვლები, ეროვნული რესურსები, რომლებიც საქართველოში სასარგებლო წიაღისეულის სახით მდიდარი შემადგენლობით არსებობს, უნდა იქნას მაქსიმალური სარგებლობით გამოყენებული და ეკონომიკის აღმავლობაში ჩართული. ამასთან დაკავშირებით ერსუს მიერ უახლოეს პერიოდის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ეკონომიკის განვითარების პროგრამა წიაღისეული რესურსების გონივრული გამოყენების გათვალისწინებით. განსაზღვრული ხელშეუხებელი სტრატეგიული სასურსათო რეზერვების შექმნისა და გამოყენების კონცეფცია, რაც ნაწილობრივ მაინც დააზღვევს სახელმწიფოს მოქმედებას და მოქნილობას კრიზისების მართვის, ფასების სტაბილურობის, სასურსათო უსაფრთხოების და ბაზრის რეგულირების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვემზადებით, რომ თქვენთან ერთად ვითანამშრომლოთ და დავხვეწოთ და ეროვნულ ინტერესებს მოვარგოთ კანონები და მისი ქვემდებარე აქტები, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით, ასევე საგადასახადო საბანკო საინვესტიციო მიმართულებებით, მაგრამ ამისთვის საჭიროა ხელისუფლების პარტნიორული დაკეთილების გამოხატულება და ამდენად ჩვენი ორგანიზაცია მრავალ სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ერთად დღეს ამ ფორუმზე ადეკლარირებს ამ მზაობას მხარში დაუდგეს საქართველოს ხელისუფლებას სწორი ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში. ფორუმზე მორიგი სიტყვით წარსდგა ერსუს ახალგაზრდული ფლანგის ხელმძღვანელი ბატონი ონისე გუჯეჯიანი. მან საზოგადოებას აუწყა, რომ დღეს ამ ფორუმზე ოფიციალურად დაფუძნდა კოალიცია ერთსულოვნების ახალგაზრდული ფლანგი და როგორც დროთა მსვლელობაში უფროსი თაობის შემოქმედების გამგრძელებელი პოტენციური კანდიდატები, ისინი ვალდებულებას გრძნობენ ღირსეულად აღიქვან, გაითავისონ და ჩაებონ 15 წლის განმავლობაში უწყვეტად განხორციელებულ ფერხულში. თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენება ჩვენი იდენტობის, კულტურის, ფასეულობის და წესჩვეულებების შესაბამისად, ისე რომ ქვეყნის შიდა თუ მსოფლიო ასპარეზზე ყოველთვის იგრძნობოდეს თუ ვინ ვართ, რა ფესვებზე დგას ეს ქვეყანა და როგორი ნაყოფიერების უნარი გაგვაჩნია. ჩვენი ორგანიზაციის ახალგაზრდული ფლანგი არ იქნება ფორმალური გაერთიანება, ეს იქნება ღია ცოცხალი პლატფორმა, სადაც თითოეულ წევრს ექნება შესაძლებლობა პროექტების გახდეს ლიდერი, მიიღოს რეალური გამოცდილება პროექტების მართვასა და სამოქალაქო აქტივიზმში. გააჟღეროს იდეები, გარდაქმნას საკუთარი ინიციატივები კონკრეტულ საქმედ და დაამყაროს კავშირები თანამედროვე პროგრესულ თანატოლებთან. ჩვენ გვჯერა, რომ ახალგაზრდები არიან არა მხოლოდ ხვალინდელი დღე, არამედ დღევანდელი რეალობის მთავარი მამოძრავებელი ძალა. სწორედ ახალგაზრდების კრეატიულობა, შეუპოვრობა და კრიტიკული აზროვნება არა ჩასაფრებით, არამედ უკეთესი ხვალინდელი დღისკენ გადადგმული საქმიანი ნაბიჯებით, რომელიც ნაკარნახევია სამშობლოს სიყვარული და იმ განცდით, რომ ჩვენი ქვეყანა ერთი დიდი ოჯახია, ჰაერივით ესაჭიროება ჩვენ საზოგადოებას. განათლების რეფორმატორული განვითარების მიმართულებით ორგანიზაციის ხედვები ფორუმზე საზოგადოებას წარუდგინა ერსუს აკადემიური კოლეგიის წევრმა, ოზურგეთის ზღვაწმოსილმა სკოლის პედაგოგმა ქალბატონმა ლალი ბასილაიშვილმა. მან განაცხადა, რომ აუცილებელია შეიქმნას პირობები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე თითეული მოქალაქის შემოქმედებითი აზრისა და ნების გამოსავლენად. ხოლო ამ სივრცის ერთ-ერთ ძირითად გამოვლინებად ერსუს აზრით ეროვნული განათლების რეფორმატორული დინამიკის განხორციელება უნდა იყოს, რომელიც 4 კონცეპტუალური მიმართულებით უნდა განვითარდეს. ესენია რეფორმის არსი და საგანი, განმახორციელებელი მხარეები, განხორციელების მექანიზმები და საშუალებები და სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიმართულებების ამოქმედებას. საქართველოში ზოგადი განათლების საკითხების განხილვის ბაზაში უნდა შევიდეს შემდეგი ნიშნულები: ფსიქიკური ზნეობრივი სრულფასოვნება, ფიზიკური სიჯანსაღე და განათლებული შემოქმედი და მუდმივად განვითარებადი ადამიანის ჩამოყალიბება. ეს ნიშნავს განათლების სისტემაში სკოლამდელი საფეხურიდან უმაღლესი სამაგისტრო საფეხურის ჩათვლით მიმართულ აღზრდისა და სწავლა-განათლების პროცესზე პიროვნული ზრდის მახასიათებლების შემუშავება დანერგვას. დაწყებითი კლასებიდან უნარების, მეტყველების, მახსოვრობის, ყურადღების, მოსმენის უნარის და ფანტაზიის სწორად და დროულად დანერგვა განვითარება გადაიქცევა საფუძვლად შემდგომში საბაზო საფეხურზე აზროვნების და ლოგიკის, ხოლო უფრო მოგვიანებით კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების კვლევისა და კრეატიულობის უნარების მომზადებაში დამკვირვებლის შესაძლებლობად და მოცემულობად. ეს ყველაფერი მოემსახურება დიფერენცირებული არჩევითი დისციპლინების სწავლების დიაპაზონის დანახვას მოსწავლის მხრიდან, რომლის ორიენტაცია წარიმართება პედაგოგთან თანამშრომლობით და მისი რეკომენდაციებით.
უმაღლესი საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურები კი მეცნიერ თანამშრომლობითი პროგრამებით, რომელსაც მენტორობას გაუწევს თავად უმაღლესი სასწავლებლები. ამ ყველაფრის თავში უნდა დადგეს რეფორმის უმთავრესი მხარე პედაგოგიური სექტორი და მისი კვალიფიკაცია, რომელიც უნდა დაექვემდებაროს გაფართოებულ განსაზღვრებას. ამიტომ მერსოს მიაჩნია, რომ გარდაუვალი აუცილებლობაა საქართველოში პედაგოგიკის უნივერსიტეტის დაარსება. საქართველო უნდა გახდეს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგების მომზადების ნომერ პირველი სახელმწიფო მსოფლიოში. და რადგან სახელმწიფო პედაგოგს აკისრებს მოვალეობას შექმნას მომავლის საზოგადოება, რომელმაც ქვეყანა უნდა ჩაიბაროს, მაშინ პედაგოგთა შრომა სათანადოდ დაფასებული და უზრუნველყოფილი უნდა იყოს თავად სახელმწიფოს მხრიდან. მსოფლიოში ყველა მოწინავე ქვეყანა ნადირობს დეფიციტური ინტელექტუალური ნედლეულის მოსაპოვებლად და ისინი ხედავენ, რომ პატარა საქართველო ამ ნედლეულით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა მსოფლიოში. ჩვენი ამბიცია საქართველო გახდეს უმაღლესი კატეგორიის მქონე პედაგოგების მომზადების ნომერ პირველი სახელმწიფო მსოფლიოში. მას ეს შეუძლია, ჩემო მეგობრებო. ის, რაც უკვე მოგახსენეთ, უნდა დაინერგოს ამ უნივერსიტეტის წიაღში, რათა მისი კურსდამთავრებულები გამოვიდნენ გენიალური, შეუდარებელი, გულისხმიერი პედაგოგები. პედაგოგი უნდა იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ზეწოლისაგან. მისი შრომა სათანადოდ დაფასებული და უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან სახელმწიფო პედაგოგს აკისრებს შექმნას მომავლის საზოგადოება, რომელმაც ქვეყანა უნდა ჩაიბაროს და გადაარჩინოს. განხილვის საგანი იქნება სასწავლო ბაზის მოწესრიგება. სკოლას ჭირდება მოწესრიგებული სპორტული ბაზა და სააქტო დარბაზი თავისი სცენითაც. დაწყებითი კლასების ასაკში ყალიბდება ისეთი უნარჩვევები, რომლებიც საბაზო საფეხურზე აზროვნების და ლოგიკის, ხოლო უფრო მოგვიანებით კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების საფუძველი ხდება. მიგვაჩნია, რომ საშუალო სკოლის საფეხური უნდა მოემსახუროს დიფერენცირებული არჩევითი დისციპლინების სწავლების შესაძლებლობების დანახვას თვითმოსწავლის მიერ. პროფესიული ორიენტაცია უნდა წარიმართოს პედაგოგთან თანამშრომლობითა და მისი რეკომენდაციებით. უმაღლესი საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურები კი მეცნიერულ თანამშრომლობითი პროგრამებითა და ერთობლივი შემოქმედებითი ურთიერთობებით, რომელსაც ხელმძღვანელობას გაუწევს თავად უმაღლესი სასწავლებლები, სკოლის მაღალ კლასებში მოსწავლეებზე დაკვირვებებით. მსოფლიოში უკვე ყველა ქვეყანა ნადირობს დეფიციტური ინტელექტური ნედლეულის მოპოვებისათვის და მათ ძალიან კარგად იციან, რომ პატარა საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა ამ ნედლეულით მსოფლიოში, ასე რომ დღეს არც თუ იშვიათად ხდება ქართული ტვინის გადინება საქართველოდან. დღეს ხელისუფლება მარტო ვერ ერევა ამ პრობლემებს, ამიტომ საჭირო ხდება ჯანსაღი საზოგადოებრივი ორგანიზაციები დაეხმარონ მათ, შეუმსუბუქონ ტვირთი ეროვნული იდეებით დაინტერესებულ მთავრობას. აღნიშნულ საკითხებზე ერთსულოვნება ყველა მხარესთან თანამშრომლობით გამოავლენს თავის მნიშვნელოვან სათქმელს როგორც თეორიაში, ისე უშუალოდ პრაქტიკაში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ციფრული ეპოქის ზრბოლაში საჭირო მონაპოვარი გახდება. ფორუმზე სიტყვით გამოსვლელები შეაჯერა და მეცნიერების განვითარების მიმართულებით ხედვები წარმოადგინა ერსოს აკადემიური კოლეგიის ხელმძღვანელმა ბატონმა ლევ გეონჯიანმა, რომელმაც აუწყა საზოგადოებას აკადემიური კოლეგიის მთავარი არსი, რომ კოლეგია ინტელექტუალური მუხტის აკუმულირების და ორგანიზაციის საქმიანობის თვითორგანიზების ენერგიის წყარო იქნება. იგი უზრუნველყოფს დარგობრივი თემატური ჯგუფების მიერ შემუშავებული კონცეფციებისა და პროგრამა-პროექტების ექსპერტიზას, ახალი იდეების გენერირებას და მათ დაყვანას განხორციელებადი პროექტების ლეგიტიმაციის დონემდე. რაც მთავარია, კოლეგიამ საქართველოში არსებული აკადემიური საზოგადოების სათათბირო სამუშაო პლატფორმა უნდა შექმნას და აკადემიური ხარისხის ამაღლების სამუშაო გარემო უნდა ჩამოაყალიბოს როგორც ქვეყანაში არსებული სამეცნიერო საზოგადოებისათვის, ასევე ქვეყნის გარეთ გადინებული ინტელექტუალური პოტენციალის უკან მოbrunებისათვის. ამდენად აკადემიური კოლეგია მიზანდასახულობას იღებს ორგანიზაციის ვებ-გვერდზე შექმნილ ვირტუალურ აკადემიაში გააერთიანოს საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე ყველა ქართველი მეცნიერი და მათი ჩართულობით
ერთობლივი პასუხისგებლობა გამოაცხადოს ქვეყანაში მიმდინარე სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროგრამა-პროექტების აკადემიურ და ექსპერტულ პრიზმაში გატარებაზე. მეცნიერება თვალსაზრისით კარნახობს გარკვეულ წესებს. ერთ-ერთი არის, რომ ჩვენ როდესაც განვითარებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს რა არის ინტელექტი და საერთოდ აი მეცნიერულად როგორ უდგებით ამას. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. თუ ჩვენ ვიცით რა გვინდა და ორგანიზაცია ვიცის რა უნდა, თუ ჩვენ ვიცით რა გვაქვს დადებითი, უარყოფითი აქტივები, პასივები და ორგანიზაციას აქვს ზუსტად ადეკვატური წარმოდგენა ამაზე. აქედან გამომდინარე, თუ გვაქვს იმის უნარი, რომ ჩვენ დავგეგმოთ ოპერაციები, აი ჩვენ სასურველ შედეგს როგორ მივახციოთ და რამდენი ოპერაცია უნდა გაკეთდეს, რა რესურსები უნდა იყოს ამისთვის ვიზიტებული და რა დროის მონაკვეთი უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, მაშინ აქედან გამოდის ეს ინტელექტის განმარტებაა, რომ ორგანიზაცია ნამდვილად ფლობს ინტელექტს, კოლექტიურია ესეთი მოვლენა არის, გუნდი და დარგობრივი მიმართულებები ფლობენ აი ამ ტექნოლოგიას. ანუ მე შემიძლია ვთქვათ, როგორც აი სისტემური მიდგომების მცოდნე და სპეციალისტი, რომ აქ ნამდვილად შეგვიძლია ჩვენ ელემენტები წარმოვიდგინოთ, მათ შორის კავშირები და გარკვეული ახალი თვისება, რომელიც აი ამ ორგანიზაციის შემოქმედებით შეიქმნება. აი ამ პრიორიტეტების დაცვა უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. ფორუმზე ასევე გაიმართა საზოგადოება ERSU-ს მიერ 15 წლის განმავლობაში სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კოალიციური თანამშრომლობის დეკლარაციაზე ხელმოწერით გაფორმების ტრადიცია და 200-ზე მეტ ორგანიზაციას შეემატა კიდევ 15 საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელმაც კოალიცია ერთსულოვნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა, როგორც საქართველოს სამოქალაქო სექტორი. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დეკლარაციაზე ხელმოწერით დაადასტურეს ქვეყნის კეთილდღეობის მიღწევაში თანამონაწილეობაზე და კოალიცია ერთსულოვნებაში, როგორც საქართველოს საზოგადოებრივ მოძრაობაში გაერთიანებაზე თანხმობა და მზაობა. ბოლოს ორგანიზაციის მომავალი ერთწლიანი მოღვაწეობის ასპარეზზე საზოგადოება ERSU-ს თავმჯდომარის რეზუმირებით გაკეთდა ფორუმის 4 ძირითად ეროვნულ იდეაზე სწორება. ესენია: ძლიერი ქართული სოფლის მოდელი, პედაგოგიკის უნივერსიტეტის დაარსების კონცეფცია, ქართული სამეცნიერო საზოგადოების გაერთიანებისათვის ვირტუალური სამეცნიერო აკადემიის შექმნა და ქართული პოლიფონიის გაციფრულების მიმდინარე პროექტის დასრულება პრეზენტაცია. ფორუმი დასრულდა საიუბილეო ტორტის გაჭრით, სადაც არაფორმალურ ვითარებაში საზოგადოება ERSU-ს წევრებმა ერთმანეთს მიულოცეს მიღწეული შედეგები და ფორუმის წარმატებულად განხორციელება.